მუსიკაში შეტანილი დიდი ღვაწლისთვის რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის დირექტორს ლალი თუთბერიძეს მუსიკის დოქტორის წოდება მიენიჭა. პედაგოგი ნინო წერეთელი კი დოდო ცინცაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. ორივე მათგანი დოდო ცინცაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე იყვნენ მიწვეულები, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა 10 წლედის საკონცერტო დარბაზში გაიმართა და გალა კონცერტითა და დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი მუსიკოს ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით დაფუძნდა, რათა პატივი მიეგო თავისი პედაგოგის ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. განცდა, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია. განცდა იმიტომ რომ ეს აღიარება არ არის მარტო ჩემი. როცა ერთი სკოლის დირექტორს და სასწავლნაძეს ერთად აჯილდოებენ, აღიარებენ, ეს არის ალბათ მთელი კოლექტივის წარმატება. მე ყველას ვლოცავ ამ წარმატებას. პიროვნულად შეიძლება ჩვენ ვიყავით დასახელებული, მაგრამ ეს არის იმ შრომის შედეგი, რასაც მთელი პედაგოგიური კოლექტივი წლების განმავლობაში შრომობს. შრომის გარეშე წარმატება არ მიიღწევა მოგეხსენებათ და ალბათ ეს აღიარება იყო. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო ისიც, რომ ეს ფესტივალის ფარგლებში ეს იყო დოდო ცინცაძის სახელობის ფესტივალის გახსნა და ეს ფესტივალი არის, შემიძლია გითხრათ, მადლიერების ფესტივალი. ეს გააკეთა მუსიკოსმა ვალერიან შიუკაშვილმა და მიუძღვნა თავის პედაგოგს. პედაგოგისთვის ალბათ ამაზე მეტი ჯილდო და აღიარება არაფერი არ არის მადლიერი მოსწავლის თვალები და სამადლობელი სიტყვები. და იყო არაჩვეულებრივი სიტუაცია, მინდა გითხრათ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სიტუაციაში გამოარჩიეს ზესტაფონის სამუსიკო სკოლა. არა მარტო ზესტაფონის, ასევე იყო ჭიათურის სამუსიკო სკოლაც რაიონებიდან მარტო. და თბილისის ცენტრალური 10 წლები, სადაც დოდო ცინცაძე მოღვაწეობდა თვითონ და მისი მოსწავლეების მიერ იყო ეს ფესტივალი დაარსებული და ჩატარებული. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ალბათ ეს იყო აღიარება იმისი, რომ ის ჩემი 55 წლიანი შრომა ტყუილად არ ჩაუვლია. მადლობელი ვარ ვალერიან შიუკაშვილის ამ აღიარებისთვის. და წარმატება მინდა უსურვო ყველა პედაგოგს და მოსწავლეების მადლიერება. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ფესტივალის პრემიის ლაურეატობა. ეს იყო პირველი ფესტივალი და მე აღმოჩნდი ამ პირველი ფესტივალის ერთ-ერთი პირველი პრემიის ლაურეატი. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ. პირველ რიგში მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების, რომლებმაც უშურველად ჩადეს ჩემში ყველაფერი და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ ყველა მოსწავლეს, ვინც მომცა საშუალება, რომ საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა. ძალიან დიდი ემოცია მქონდა. ვერ დავმალავ, ეს იყო საოცარი სიურპრიზი და ამ სიურპრიზის ავტორი იყო შესანიშნავი ქართველი პიანისტი ქალბატონ დოდო ცინცაძის არაჩვეულებრივი ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე, რომელიც შემიძლია ვთქვა თავისუფლად, რომ არის იდეების გენერატორი და მას შეუძლია, რომ ადამიანებს მოუწყოს ზეიმი და ფოიერვერკი.